მოგესალმებით აპოლინე სამყაროში. დავბრუნდი მცირე პაუზის შემდეგ და მოგიტანეთ ძალიან გემრიელი კრუასანები. ამ შემთხვევაში არ მოვამზადეთ კლასიკური რეცეპტი, არამედ ეს არის რეცეპტი, რომელიც მზადდება შედარებით უფრო სწრაფად. ახლა კი დარჩით ჩემთან და მოვამზადოთ გემრიელი კრუასანები, რისთვისაც გვჭირდება დაახლოებით 500 გრამი ფქვილი, 280 მl თბილი წყალი, 50 გრამი შაქარი, ნახევარი ნედლი საფუარი და 1 ჩაის კოვზი მარილი. პირველ რიგში თბილ წყალში გავაქტიურებ საფუარს. ისვისაც საფუარს მოვათავსებ წყალში და დავუმატებ სულ ცოტა შაქარს, იმისათვის რომ საფუარს გქონდეს ცოტა საკვები. მოურევ კარგად, რომ საფუარი და შაქარი კარგად გაიხსნას და დავდგავ დაახლოებით 5 წუთი იმისათვის რომ გააქტიურდეს. ფქვილს მოვათავსებ დითაში, შეგიძლიათ ცომი მოზიულოთ კომბაინში, რომელსაც დავუმატებ მორჩენილ შაქარს, დავუმატებ მარილს, გააქტიურებულ საფუარს, ეს არის თბილ წყალში გააქტიურებული საფუარი, მოურევთ კარგად და დავიწყებ ცომის მოზიულობას. ეს არის ძალიან მარტივი პროცესი. ცომი უნდა მოზიულოთ კარგად და უნდა ზილოთ დაახლოებით 10-15 წუთი. შესაძლებელია რომ დაგჭირდეთ კიდევ ფქვილის დამატება. ცომი გადმოვიტანე ჩემს სამუშაო დაფაზე, დავამუშავე კიდევ ერთხელ და შემდეგ მივეცი უკვე მოგრძო ფორმა. ცომი გავყავი დაახლოებით 16 ნაწილად. და შეეცადეთ რომ ცომი მოჭრათ თანაბრად. გავყავი მე ცომი, მივეცი მრგვალი ფორმა, დავლაგე ერთმანეთის გვერდზე, გადავაფარე თავზე, იმისათვის რომ არ გამოიშრეს და გააჩერეთ დაახლოებით 10-15 წუთი, რომ გახდეს უფრო მორჩილი და იყოს მარტივი გასაბრტყელებლად. სანამ ცომი ისვენებს, გავხეხავ დაახლოებით 250 გრამ ცივ კარაქს. კარაქი არის ძალიან ცივი, რომელიც რამოდენიმე წუთი მქონდეს აყინულში. გახეხილ კარაქს მოვათავსებ ისევ მაცივარში. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ, როგორც ხედავთ, ცომი არის საკმაოდ მორჩილი, ახლა კი გავაბრტყელებ. დაახლოებით სადილის თებშის ზომაზე. და გასაბრტყელებლად გამოიყენეთ აუცილებლად ფქვილი. გაბრტყელებულ ცომს მოვათავსებ დაფაზე, რომელსაც მოვაყარებ ფქვილი. უნდა გააბრტყელოთ ყველა ცომის გუნდა. გაბრტყელებულ ცომს გადავიტან და დავადებ ცომს ზემოდან, რომელსაც ქონდეს აუცილებლად ფქვილი მოყრილი, იმისათვის რომ ერთმანეთზე არ მიეწებოს. მე კი შემდეგ მაინც განვაცალცალკევე ცომი ერთმანეთისგან. ახლა კი სათითაოდ ცომს ზემოდან მოვალაგებ გახეხილ კარაქს. კარაქს მოვალაგებ აქა-იქა. ზემოდან დავადებ ცომს და დავაბრტყელებ ხელით. ძალიან არ გააბრტყელოთ. ცომს ზემოდან მოვალაგებ ისევ გახეხილ კარაქს, ალაგ-ალაგ. და ასე გაიმეორეთ იქამდე, სანამ არ დამთავრდება 16 ფენა. ეს არის ძალიან მარტივი პროცესი და არ წაგართმევთ ბევრ დროს. შეგიძლიათ კარაქი წინასწარ არ გახეხოთ, არამედ შემდეგ დაახეხოთ ცომს, ისე როგორც კადრშია ნაჩვენები. ეს უფრო მარტივი ხერხია.
ბოლოფენასაც დავადებ ზემოდან. გადავასწორებ კარგად, ისე რომ კარაქი გარეთ არ გამოვიდეს. შემდეგ კი მოვათავსებ მაცივარში დაახლოებით 20 წუთით იმისათვის, რომ კარაქი კიდევ უფრო კარგად გაცივდეს და შედარებით უფრო გამაგდეს. ამისათვის იქნება გასაბრტყელებლად უფრო მარტივი. გაბრტყელების პერიოდში გამოვიყენებ ასევე ფქვილს, რომელსაც მოვაყრით ჯერ მაგიდაზე და საგლენლოს მეშვეობით გავაბრტყელებ ცომს. გაბრტყელების დროს გამოიყენეთ ფქვილი. გავბრტყელეთ შედარებით უფრო თხლად და როდესაც კარგად გავბრტყელებთ, გაჭერით შემდეგ დაახლოებით 16 ნაწილად. გაჭერით ჯერ შუაზე, შემდეგ ისევ შუაზე და გაჭრილი ნაწილი დაანაწევრეთ 4 ნაწილად. საბოლოო ჯამში რომ მივიღოთ დაახლოებით 16 კრუასანი. კრუასანისთვის გამზადებული ცომი ჩაჭერით თავში, შემდეგ კი გადაახვიეთ რულეტივით. გადახვევის დროს აუცილებლად გაწიეთ ერთი ხელით, რომ რაც შეიძლება დაათხელდეს ცომი. უნდა იყოთ ფრთხილად, რომ ცომი არ გაწყდეს. შეგიძლიათ კრუასანის ცომში მოათავსოთ ჯემი. როგორც კადრშია ნაჩვენები, გაწიეთ მარცხენა ხელით, მარჯვენა ხელით კი გადაახვიეთ ცომი. ცომში შეგიძლიათ მოათავსოთ შოკოლადით. შეგიძლიათ მოათავსოთ ნუტელა. მე ჩემი ასისტენტი მეხმარებოდა და ასე უფრო გამიადვილა მომზადების პროცესი. შემდეგ კი უფროსი ასისტენტით შემოვერთა და გოგონება განაგრძეს კრუასანის მომზადება. როგორც ხედავთ, რამოდენიმე გაფუჭებული ცომის შემდეგ ჩემმა ასისტენტმა ძალიან კარგად გაართვა ბოლოს თავი. გამზადებული კრუასანები გადავიტანე გამოსაცხო ფორმაზე, გადავაფარე თავზე და გავაჩერე დაახლოებით 9 საათი. 9 საათის შემდეგ, როდესაც კარგად ამოვიდა, წავუსვი კვერცხის გული, რომელშიც იყო სულ ცოტა რცე გარეული. წავუსვით ყველგან და უნდა გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 25 წუთი. ყველა ღუმელი ინდივიდუალურია, ჩავართეთ ზემოთა და ქვემოთა წვა. ღუმელი უნდა იყოს კარგად გახურებული. როგორც ხედავთ, ჩემთან კრუასანები უკვე მზად არის. მიიღო ოქროსფერი და ძალიან ნათლად ჩანს თითოეული ფენა. შესაძლებელია გამოცხობის პერიოდში სულ ცოტა კარაქი გარეთ გამოვიდეს. ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ კარაქის წინასწარ ქოში არ ამოვალეთ, როგორც კლასიკურ რეცეპტშია ნაჩვენები. მაგრამ გეტყვით, რომ ეს არის ძალიან უმნიშვნელო და ეს არანაირად არ შეუშლის ხელს, რომ გამოვიდეს გემრიელი კრუასანი. მე კი გამომცხვარ ცხელ კრუასანებს ზემოდან მოვაყრი შაქრის პუდრას. მეორე ნაწილს კი ამოვავლებ შოკოლადში. შოკოლადი გავალღვე ორთქლის აბაზანზე, დამჭირდა დაახლოებით 100 გრამი შოკოლადი, სულ რაღაც 5-6 კრუასანისთვის. ამოვავლებ მხოლოდ თავს და ბოლოს თქვენ შეგიძლიათ შოკოლადი მოასხათ უბრალოდ კრუასანებს. გადავიტან პერგამენტის ქაღალდზე
რომ შოკოლადი შეშრეს, ხოლო შემდეგ კი მოვაყრი შაქრის პუდრას და მოვაყრი მხოლოდ შუაში. და ჩვენი ძალიან გემრიელი კრუასანებიც მზად არის. კრუასანები მიირთვით თბილი, არის ძალიან გემრიელი. თუ გაინტერესებთ კლასიკური რეცეპტი, იხილავთ ჩემს არხზე, რომლის ბმულსაც დაგიტოვებთ დაბლა ინფობოქსში. და როგორც ხედავთ, ესე მარტივად და სწრაფად მოამზადეს ძალიან გემრიელი და საკმაოდ დიდი კრუასანები. ახლა კი გავჭრი და განახებთ როგორ გამოიყურება შიგნიდან. როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება შიგნიდან შოკოლადის კრუასანი, ახლა კი გავჭრათ ჯემის შიგთავსით. და როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება შიგნიდან, შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენი საყვარელი შიგთავსი გამოიყენოთ. მე კიდევ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით და რეცეპტს დაგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში.